მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა, ძალიან საინტერესო გაშლა არის. მე ვფიქრობ სასწაულები ზღურბლზე. სასწაულებს ჩვენ ველოდებით სულ, ძალიან გვიყვარს სასწაულები, რა თქმა უნდა. ამიტომ მინდა ეს კითხვებიც დღეს, რომელიც მოვამზადე დავსვათ, შეიძლება ზოგჯერ ჩვენ ვუშლით ხელს იმისთვის, რომ ეს სასწაულები არ შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, ზოგჯერ არის სიტუაციები თვითონ ისე იქმნება და ბევრი რაღაც რა თქმა უნდა არის ჩვენზე დამოკიდებული და იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რაღაცა მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ არ გვჯერა რომ ეს შეიძლება მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. მაგაც და კიდე სხვა ტექნიკებს რა თქმა უნდა მე ვასწავლე უკვე ისეთ ტრენინგზე რომელიც შეუყვარდათ ბევრს სურვილები სასრულებაზე, ადრე ვაკეთებდი მაგას საახალწლოდ, ეხლა უკვე მთხოვეს ძალიან ბევრმა და ამიტომ უნდა გავაკეთო კიდე ასეთ სასწაულ დღეებში, რომელიც არის მარტში და კიდე ივნისში რა. ნუ ამაზე ვისაც გაინტერესებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაიგოთ და გითხოთ ჩემს დამხმარ ჯგუფს. ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და ყველანაირი ინფორმაცია მან იქნება. ჩვენ კი გადავედით ახლა ჩვენს კითხვებზე და ვნახოთ, რამდენიმე დასტა კითხავს მუშაობას, ვნახოთ ახლა რატო. თუ არა და შეიძლება ერთმაც დაგვეხმაროს. ვნახოთ ახლა რა ენერგია ახლა მართავს შენს ცხოვრებას. ვნახოთ, ანუ რა ენერგიაში ხარ ახლა შენ. რა ხდება ახლა შენი ბედის კულისებში? ანუ რას ვერ ხედავ ჯერ შენ კიდე, ხო? რა მოვლენა უკვე იწყებს უკვე ფორმირებას შენს სივრცეში, ხო? ნახოთ ახლა შეიძლება ადამიანი ან მოვლენა შეიძლება თქვათ, ნუ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ამ სიტუაციაში. ვნახოთ, იმიტომ რომ ხო ამაზე მოქმედებს ყველაფერი. შეიძლება თქვენ თვითონაც იქნებით ეს ადამიანი, ან ვიღაცა სხვა ადამიანი, ან მოვლენა დავუშვოთ, რაღაცა ეგეთი იქნება, რომელიც ნამდვილად მთავარ როლს ითამაშებს ამ სიტუაციაში და ვნახოთ ახლა რა შეიძლება დააჩქაროს, თქვათ, ეს მოვლენა რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მე მგონი უკვე ჩაფიქრებული გაქვთ თქვენ, ხო? რაღაცები, მაგრამ ჩვენ პრინციპში მოდით არ ჩავიფიქროთ, უბრალოდ ვნახოთ, ანუ რა მოდის, ჩვენ რა თქმა უნდა პოზიტიური თვალსაზრისით ვნახავთ ყველაფერს, ამიტომ არ ჩავიფიქროთ ჯერჯერობით, ხო? ვნახოთ ახლა რა შეიძლება ანუ და ისო ვთქვი მე მგონი, ხო? ხუთი კითხვა. ხო, რა შეიძლება ანუ შეგიშალოს ხელი, ეს რა დააჩქარებს, ეს რა შეიძლება ესე რა ქვია შეგიშალოს ხელი და ვნახოთ ახლა მინდა აქ ნახეთ მე-20 არკანი, რა სწორედ ავირჩიე. აქ თვით აი ნახეთ საგვარეულო უკვე თქვენ მოგიმზადათ რაღაცა მნიშვნელოვანი სიტუაცია. ნახეთ, ანუ აქ უკვე თვით ბედი ერევა რა. აქ რაღაცა უეჭველი უნდა შეიცვალოს ყველა ვარიანტში. აი ყველა ვარიანტში რაღაცა ახალს გიმზადებენ და ჩვენ მოდით ვკითხოთ, რა ვიცი, ეს რატომ მეთხოვს, მოდი აქ მაშინ თუ გინდა. ამ დასტას უნდა რაღაცა თქმა დღეს. ვნახოთ მთავარი საიდუმლო ბედის. ვნახოთ, რომ რას გიმზადებს სინამდვილეში ცხოვრება. ჩვენ უყურებთ, ნუ, უახლო მომავალში, რა თქმა უნდა. ნახოთ, всё, აბა ჯერჯერობით ასე იყოს და მე უკვე შევხედოთ რა დაგვეხმარება, თუ დამჭირდება დასტები გიმიდევს აქ. всё. ნახოთ ახლა მთავარი ახლა რა ენერგიაში ხარ, თქვენ ახლა რომელიც მართავს ახლა ამ წუთში შენ ცხოვრებას. აი ზუსტად ეს ნახეთ რა ენერგია და ნაკლისი. ახლა ამაზე გეტყვით ახლა რამდენიმე სიტყვას ნახეთ. ეს არის როგორი მომენტი. ნახეთ, აი შეხედეთ, ხო არის ხე, აქ არის პენტაკლები, ხო? ანუ ეს იგი ადამიანს რაღაცა აქვს მაინც ცხოვრებაში, მაგრამ მაინც აქ ხეები არის, ნახეთ, ფოთლების გარეშე, მაგრამ მაინც რაღაცა მაკლია. ანუ აქ შეიძლება ეს იყოს როგორი მომენტი, იცით, როცა აი ეს შეიძლება ემართებოდეს ადამიანს, რომელსაც შეიძლება ფულიც აქვს, მაგრამ შენ მაინც რაღაც განიცდი ამ
სიტუაცია რომ მაინც მაკლია, შეიძლება თქვა ყველაფერი სახლი მაგ დაუშვოთ, ხო? ნუ ან თუნდაც ეხლა ადგილი, სადაც ეხლა მე შემიძლია ვიცხოვრო, მაგ ჩემი თქვა საჭმელიც რო არ მოკვდები მშერი ვიცე. მაგ ზოგ შეიძლება მანქანაც ყავს, შეიძლება ბიზნესი, ყველაფერი არის რა, მაგრამ მაინც დანაკლის განვიცდე. ეს არის ძალიან ისეთი პროგრამა, ეს პროგრამა შეიძლება გქონდეს даже მილიონერებსაც კი და უფრო ისეთ და იმიტომ შეიძლება ეს ადამიანები სულ რაღაცას ეძებენ და მაინც არის რაღაცა უკმარისობა რა რაღაცის რა და ამ პროგრამაზეც ნამდვილად ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება ახლა მივაქციე როცა მუშაობდით ჩვენ ფულზე და ურთიერთობაზე, მაგრამ ახლა სურვილების ასრულების იმას რა ქვია ტრენინგზეც აუცილებლად მივაქციებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს არის თავი და თავი, რომელიც ჩვენ გვიშლის ხელს ბევრ რაღაცებში. იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ თქვა, აი კი ვამბობ მადლობას, მადლიერებასაც გამოვხატავ იმაზე, რაც მე მაგ, კი ვწერ დღეურსაც, კი, ვაკეთებ იმას, მაგრამ მაინც განვიცდი, რატომ თქვა, ეხლა მე რაღაცა თქვა, აი ამ წუთში თქვა, რატო არა მაქვს ის თანხა, რაც მე მინდა შეიძლება, ხო? ან რატომ არა ვარ უფრო ჯამრთელი, ან რატომ უფრო თქვა, სახლი მაქვს, მაგრამ რატო არა მაქვს უფრო დიდი, ხო? აი ეს არის ენერგია, რომელიც თქვენ ნამდვილად ძალიან გიშლით ახლა ხელს, ეს უეჭველი მაგას ვერ ვეთქვი, რომ შეიძლება გეხმარებათ კიდევაც იმისთვის, რომ თქვა, დაუშვათ მინდა რაღაცას, так, რომელი ავიღო? მივაღწიო რა ამას, გაიგეთ? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, ეს არის აი ყველაზე ისეთი მტკივნეული პროგრამა, რომელიც მართლა აი რა გითხრათ, даже თუნდაც აი რო შეგიძლია თქვა რომ არა მე ახლა ისეთი მადლიერი ვარ, მე არა. ეს შეიძლება იყოს ხოთა შორის აი ძალიან დამუშავებული მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა შეიძლება განდეგელი, რომელიც წავიდა უკვე ეკლესიაში და იქ ზის და ცხოვრობს, მაგრამ იმასაც შეიძლება თქვა ახლა გქონდეს ეს უკმარისობა, დრო არა მაქვს თქვა ბევრი რო ლოცვები წავიკითხო მეტად, ანუ არის რა, ანუ ეს არის ზუსტად როცა შენ არ ახარ სრულიად კმაყოფილი იმით, რაც შენ გაქვს, კი ბატონო ახაც კიდე მეხუთე ენერგია, ანუ სწორედ გეუბნებით, რომ ეს შეიძლება იყოს ეხლა ემოციური შიმშილით. გაიგეთ, შეიძლება დაუშვათ რამე ეხლა თქვა ურთიერთობაში გაქვს დანაკლისი ან დანაკარგი, გაიგეთ, შეიძლება თქვენ ეხლა აქ ეხლა ამაზე შემიძლია ბევრი ვილაპარაკო, რატო შეიძლება ადამიანს ქონდეს ეს პრობლემა, ეს ძალიან ისეთი საინტერესო მომენტი, ნუ რა თქმა უნდა ამაზე ეხლა ნუ ვინც კი იყო უკვე ჩემთან იციან მე ვღეჭავ ხოლმე ყველა თემას, რატომ ხდება ეს და რაც მთავარი, რატო კი კაი გავიგე, რატომ მაგამ ხო რა გავაკეთო, ხო? აი ეს არის მთავარი, რომ უნდა იცოდე რა გავაკეთო, როგორ უნდა გამოხვიდე ამ პროგრამიდან, იმიტომ ჩვენ თუ დაუშვოთ და ვუცხადებ სამყაროს, რომ მე რაღაცას განვიცდი, თქვა დანაკლის, არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეგითხარით, რა გინდა ურთიერთობას, გინდა ემოციას, გინდა ფინანსებს, გინდა ჯანმრთელობას, ხო? ანუ მე მაინც ახლა არა ვარ კმაყოფილი, კი, ანუ იმით რაც მე მაქვს. აი ეს არის ძალიან ცუდი. მართლა ცუდი, იმიტომ რომ სამყარო ასე პასო არა ხარ კმაყოფილი, ოკეი, მე კიდე დაგეხმარები, იმით რომ შენ უფრო არ იქნები კმაყოფილი. თუ შენ ხარ კმაყოფილი, ელემენტარული, ეს ყველაზე უბრალოდ ვთქვათ, რომ შენ თუ ხარ კმაყოფილი იმით, რაც შენ დღეს გაგაჩნი, იმიტომ შენი ცხოვრება დღევანდელი ის არის, რაზეც შენ გუშინ ფიქრობდე. აი ხა მე ამ სახში რო ცხოვრობ, ახლა ამჟამად, ხო? ეს არის ნაკირავი ბინა, ხო? მე ამაზე ვფიქრობდი, რომ მე მინდოდა მე იმას კი განვიცდი დანაკლის, თქვა, დაუშვოთ, რაც მქონდა იმ წინა იქ უბრალოდ ვგრძნობდი, რომ უფრო ფართი მინდა რაღაცა და რისთვის მინდა, ეგაც ვიცოდი, ხო? ეხლა უკვე ჩემ სახშიც რო გადავდივარ, უკვე ნუ ეხლა არა ცოტა ხანში, აი იქაც ის არის უფრო ამაზე მეტი სივრცე და ის იმიტომ რომ მე უფრო ვგრძნობ, რომ ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ იმას კი არ განვიცდი, რომ მე თქვა ეხლა აქ ვერ ვეტევი სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ენერგეტიკულად ვერ ეტეოდი შენ სივრცეში, ხო? უბრალოდ მე კიდე უფრო მინდა ლამაზი და კარგი, რატო? იმიტომ რომ გამიგეთ, ესეც კი შეიძლება თქვა ვინც აუხსა, მაგრამ არა იმიტომ რომ დაუშვოთ ეხლა
მე ვთქვათ, განვიცდი იმას, რომ მე ვთქვათ, აქ რაღაცა დისკომფორტს ვქნა. მადლობელი ვარ, რომ ეს არის ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა უფრო რა თქმა უნდა მინდა ლამაზი და კომფორტული, იმიტომ რომ ყველაფრის კარგი ღირსი ვარ. გამიგეთ, აქ ცოტა სხვანაირი ფორმულირება უნდა იყოს და მაშინ აქ ცოტა კი არა, კაი მუშაობა კი სჭირდება ამ ენერგიას, რა თქმა უნდა. ნახოთ, რას ვერ ხედავ ახლა შენ კიდე. ხედავთ, პროსტო გავგიჟდები, ნახეთ. ზუსტად შენ ზიხარ და ფიქრობ, რომ არაფერი არ აგაგ და ანუ ნახე, რა ხდება ახლა ბედის კულისებში. ბედი გიმზადებს შენ სიუხვეს. ეს არის, როცა მე ყველაფერი საკმარისზე მეტიც მაქვს. მიხვდით? ანუ აი ნახეთ რა ხელანახტომი უნდა გააკეთოთ. კიდე ახლა ჩემი მოსწავლეები კი მიხვდებიან, რომ მე-5 ენერგიიდან უნდა გადახვიდე მე-9 ენერგიაში რა. ანუ აქ რა ხდება? მე-5 ენერგია, ანუ აქ პირველ რიგში შენ თვითონ თუ არიც ბედი გიმზადებს შენ სიუხვეს, სიმდიდრეს, კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას, ყველაფერს, მაგრამ ამისათვის შენ აქ პირველ რიგში უნდა ნახო ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს, ვინც უკვე იყო ამ მდგომარეობაში და იმას აქ თუ შენ თვითონ ვერ ხდები, ან შენ თვითონ მოიზიდო ინფორმაცია, კიდე სხვათა შორის ძალიან მაგარი არის, რომ თუ დაუშვათ შენ გიჭირს, უნდა დაეხმარო ადამიანს, რომელსაც შენზე ძალიან უჭირს და ამ ასობაში შენი სიტუაციაც გაუმჯობესდება. ეს უკვე ტრენინგის თემას გეუბნებით თქვენ ახლა რა ცოტას, რომ ერთ-ერთი ეს ძალიან მაგარი პრაქტიკა არის, რომ თქვათ აი ასეთი რამე გააკეთო, ხო? და მე უკვე ნამდვილად არ უნდა იჩქარო. ან აქ ნახეთ, შენ რო ჩაიფიქრე ეს სურვილი, კიდე ცოტა ტრენინგში ჩაგახედებთ, ანუ არ არის საჭირო, რომ შენ სულ ეხა იყო ასეთ ენერგიაში, მე ხო აი ყვავილი დაუშვოთ, ხო ჩანერგე და იზიხარ, ან თქვათ ეხლა ფესვია გამოუშვა ყვავილმა და დაუშვოთ შენ ჩანერგე, ხო? და ზიხარ და ელოდები ყოველ დღე, გაიზარდა, არ გაიზარდა, მოდი აბა ვნახო, ამოვთხარო ფესვები, ეხლა იქნებ კიდე ეხლა ჩაღრმავდა თუ არ ჩაღრმავდა ეს ფეხები, თუ რა შვებიან ეხლა ეგენი, რა ფესვები, ფეხები და ფესვები. არა, აი ეს მომენტი, მიხვდა, ანუ სულ მოლოდინში რო ხარ რა, ან არ უნდა ელოდო ამას, ეხლა მიეცე საშუალება, რომ თვითონ ეს გაუშვე შენი თქვა სურვილი სიტყვაზე და დაელოდე იმას, რომ დრო მოვა და ის კიდე გამოიზრდება ლამაზი ყვავილი. ისე არის სურვილის ჩვენ როცა ვუშვებ სამყაროში, მას სჭირდება დრო, იქ დაიჭირეს უკვე, რომ შენი სიუხვე და ბედნიერება და სიმდიდრე, მაგრამ დროს სჭირდება, იმიტომ რომ პენტაკლების ენერგია, საერთოდ ნელი ენერგია, დროს სჭირდება იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს საერთოდ უკვე მატერიალურში, მიხვდით? და ამიტომ არის ის მომენტი, რომ შენ უკვე დაკავდე შენი საქმეებით, აკეთე ის, რაც გასაკეთებელი გაქვს და მიხვალ აქ აუცილებლად დრო მიეცი, დრო. ანუ პრინციპში მოგიყვებით თქვენ აგერ გზა, იმიტომ რომ თქვენ თუ დაუშვათ, კიდე ნახეთ ანელებთ ამ სიტუაციას, იმით ანელებთ, რომ თქვენ იმყოფებით აი ასეთი დანაკლისის იმაში, ენერგიაში რა, რომ მე აი ემოციებს დებთ თქვენ იმას, რომ რა ვქნა არ ხდება, რა ვქნა მე კიდე რა თქმა უნდა მე ჩავიფიქრე, მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ ხდება, ეთყობა არ მუშაობს. ამით კიდე უფრო თქვენ აი უკან კიდე ხევთ ამ სიტუაციას, გამიგეთ რა ხდება. აქ აი სურვილებში აი ეს არის მთავარი, ჩაიფიქრე და თქვა, ეს ტექნიკა რაც საჭირო, როგორ ანაირად უნდა ჩაიფიქრო და როგორ უნდა ჩაუთქვა, ეგაც მნიშვნელოვანია ძალიან და მე უკვე შენ ელოდები 24 საათი, როდის ეს ასრულდება. მით უმეტეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკვე თვითონ ბედს უნდა, რომ აქ მოხდეს ძალიან მაგარი ასრულება შენი სურვილის რა. ამიტომ ზიხარ და ფიქრობ ნეგატიურად, რომ არაფერი არ მოუხდება, არაფერი არ იქნება. ეს უკვე ვინც ინსტრება ჩემ ტრენინგებს, კი მიხვდებით თქვენ უფრო მეტად რასაც მე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩემ მაგაზე ბევრჯერ გველაპარაკე და ამიხსნია ბევრჯერ თქვენთვის ეს რა მდგომარეობა არის და რა მდგომარეობაში უნდა იყო შენ, რომ ეს უფრო მალე აგისრულდეს და პლუს კიდე ტექნიკებით ვეხმარებით ჩვენ და ამიტომ რა თქმა უნდა არის ყველაფერი ხუთიანზე, ანუ იცოდეთ ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. ნახოთ ეხლა უკვე რა მოვლენა უკვე ფორმირდება.
რა მოვლენა ფორმირდება. ანუ აი ეს ზუსტად ეს მოვლენა ფორმირდება, რომ თქვენ რაზეც ფიქრობდით სულ. მიხვდით? მაგრამ აი ვნახოთ კიდე მინდა ამისი გახსნა, რომ რას მეუბნებიან აქ რა მოვლენა, რომ უნდა გამოგიყვანონ, მე დარწმუნებული ვარ ამ სიტუაციებიდან. აი დარწმუნებული ვარ. კი, ну, როგორც თქვი, გამოსვლა. კი. ანუ ნახეთ ახლა თქვენს, ну, აქ ხო გითხარით მე 20 არკანი, აქაც ახლა გვაჩვენეს. ანუ ნახეთ ეს რა ხდება. ანუ ახლა მაქსიმალურად ხდება როგორი მოვლენები. თქვენ პრინციპში, აი აქ ნახტომი უნდა მოხდეს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ აქ არის როგორი მოვლენა, როცა თქვენ უკვე გამოგიყვანებენ იმ ფიქრებიდან, რა ფიქრებშიც თქვენ ხართ, იმიტომ რომ როცა ჩვენ რაღაცა გვინდა, ჩვენ მაგაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ რა. ძალიან ბევრ ენერგიას ვდებთ. ეხლა შეიძლება იყოს როგორი მომენტი, იცით? აი აქ მე გეტყოდეთ, რომ თუ გინდათ რომ მართლა დააჩქაროთ, ახლა კი აქ, ну, აქ პოზიციები კი გვაქვს და ვნახავთ, მაგრამ მაინც დაჩქარება თუ გინდა, რომ არა, даже უფრო როგორ არის, იცით? თქვენ ხო აჩერებთ, ეხლა თქვენი მუდმივი ფიქრებით ხო, სულ აჩერებთ სიტუაციას, აი აქ როგორც გითხარით, მაგრამ აქ თვითმაღალი ძალები ჩაერევიან იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს. და ვისაც ნამდვილად აი ეს ამას შეძლებს და იტყვის, რომ არა, სულ ცხრიანები, ნახეთ ეს რა საინტერესო. ანუ ვინც ნამდვილად შეძლებს იმას, რომ შევაჩერო ეხლა მე ეს ნეგატიური ფიქრები, ხო? აი მაშინ მაგ ადამიანისთვის ნამდვილად აქ გექნებათ აი ძალიან დიდი წინსვლა. პლუს კიდე ნახეთ, აქ ძალიან მაგარი იქნება მედიტაციები. თქვენ მედიტაციები ძალიან დაგეხმარებათ. ჩემი ტრენინგი ყველა აბსოლუტურად არის აწყობილი მედიტაციებით, იმიტომ რომ მედიტაცია ძალიან მაგრად მუშაობს ქვეცნობიერზე. რომ მეკითხებიან, ხოლმე მე რამე რიტუალს აკეთებ, ჩემი ყველაზე უმაგრესი რიტუალი არის მედიტაცია. მეც მაგ იმშველის და მაგ მედიტაციას, რაც მე მშველის, ვაძლევ მე ჩემს სტუდენტებს, ვინც ესწრება ჩემთან ტრენინგებს, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს შედის იმ ქვეცნობიერში და მუშაობს ძალიან მაგრად და მაგრად აღვიძებს რა. აი ჩემი სტუდენტები, ვინც ტაროს სწავლობს, ხო? მაგათში ისეთი რაღაცები ეხსნებათ, რომ აი უკვირთ ყოველ დღე ეს რა ხდება რა. ეს რა ხდება, იმიტომ რომ მედიტაცია ძალიან მაგარი იმპულსს გაძლევს შენ იმაში, რომ შენი ქვეცნობიერი გაიხსნას, დაგელაპარაკოს. ну, ძალიან მაგარი რიტუალია არის ეს. ну, ჩემ შემთხვევაში და ნამდვილად ახლა არ ვჩივე ბედს, იმიტომ რომ მაგრად მეხმარება და ჩემს სტუდენტებსაც ეხმარება ძალიან მაგრად. ნახოთ ახლა ჩვენ რა ადამიანი ან ფაქტორი ითამაშებს აქ მთავარ როლს. რა ადამიანი, ну, ადამიანი თუ არის ან ფაქტორიც ის, რომელიც ახლა თქვენ ახლა გულს გტკენს სიტყვაზე, ხო? ვიზეც აი შეიძლება ეს ფაქტორი ზუსტად აი შენ თუ არ გჯეროდა, რომ დაიჯერო რა. ანუ ნახოთ ადამიანი, ხო, რა ფაქტორი? აი ზუსტად ეს ფაქტორი, როცა შენ თვითონ მოერევე ამ გულის ტკენას. აქ შეიძლება გეუბნებით კიდე მიყო მე რამდენიმეჯერ, რომ აქ შეიძლება იყოს ეს თემა, რომ მე ხო ყველაფერს ვაკეთებ, მე ხო ძალიან აი ვცდილობ, მე პოზიტიურად დაუშვათ ახლა ვფიქრობ, მე ნეგატიურად ვცდილობ არ ვიფიქრო, მე მედიტაციასაც ვაკეთებ, მე ყველაფერს, მაგრამ ჯერ შედეგი არ არის, ხო? აი ზუსტად გეუბნეთ, თქვენ ისევ თქვენ თვითონ დაეხმარებით თქვენს თავს, თუ თქვენ არ იფიქრებთ ამ სიტუაციაზე, რაღაცაზე, რომ აი არ ხდება, რატო არ ხდება, მიხვდეთ? აი ზუსტად თქვენ თუ მიიღებთ ამ ინფორმაციას სწორედ, ნამდვილად თქვენ თვითონ თქვენს თავს დაეხმარებით, ძალიან აი აქ თქვენ თვითონ დაეხმარებით ამ სიტუაციას, თუ დაუშვოთ თქვენ ნეგატიურ ფიქრებს არ შემოუშვებთ თქვენს აქ თავში. ეს არის რა. ეს დაგეხმარებათ, ნახეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, აქ თქვენ ხართ, ისევ თქვენ ხართ აქ. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა შეიძლება დააჩქაროს ეს მოვლენა. აი ნახეთ просто რა ხდება, რა შეიძლება დააჩქაროს და აქ არის როგორი სიტუაცია, ну, პრინციპში პირველ რიგში თქვენ თვითონ აქ უნდა გჯეროდეთ,
ეს რაც არის, ეს მდგომარეობა, რომ ეს უკვე ყველაფერი შესრულებული, ხო გითხარით თქვენზე ისე რა ქვია. ანუ თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, პლუს კიდე ზოგისთვის შეიძლება იყოს დაუშვათ, ახლა ნახეთ, ან თქვენი ოჯახით შეიძლება დაგეხმაროს, ან შეიძლება აქ უფრო ისე რა ქვია. არა, აქ უბრალოდ კი, აქ მდგომარეობა, რომ მე მაქვს ის მდგომარეობა, აი ცხრიანი პენტა, ზუსტად კი ბატონო. მე მაქვს, ანუ ეს პრაქტიკა მე რომელსაც ვაძლევ ტრენინგზე, მე მაქვს რა. იქ არის ძალიან კარგი ეს შესვლა იმ მდგომარეობაში, რომ მე კი არ ველოდები, მე კი არ მექნება, მე უკვე მაქვს რა. ეს პოზიცია მე მაქვს არის ძალიან მაგარი პოზიცია, იმიტომ რომ შენ უკვე ანუ სამყაროს უცხადებ, რომ მე მაქვს შენი სული აგახარებული იქნება, აქ სრული, აქ 1,000,000%-იანი იქნება სურვილის ასრულება, რაც არ უნდა იყოს ჩაფიქრებული, იმიტომ რომ აი აქ სული იმდენად გეხმარება, იმდენად ცდილობს, რომ შენ სულ აყვირეს, რომ რატო, აი აქ იცით რა, შოკში არის თქვენი სული, ხო? პრინციპში შენ გააქვს შესაძლებლობა, შენ უკვე სამყაროც ხედავს იმით, რომ უნდა გქონდეს, მაგრამ შენ თვითონ ახლა როგორ ჩქარობს, ხო, სიტუაცია, მაგრამ შენ თვითონ ყველანაირად აჩერებს შენი არასწორი მიდგომით. არასწორი მიდგომით რა. ნუ პრინციპში მე გეუბნებით, რომ აი სურვილიც რო ჩაიფიქრო, მაგისტრის არის საჭირო სწორი ფიქრი, სწორი მიმართულება, სწორედ, ანუ ეს არის სამუშაო, ეგაც რა, ეგ არ არის, რომ მე ჩავიფიქრე რაღაცა და უცბად ამისრულდა. ან ვაფშე ჩავიფიქრე, რა ვიცი, ჩემი სურვილი არასოდეს არ სრულდება. იმიტომაც არ აგისრულდება, შეიძლება ესეთი ადამიანი ახლა ამ ვიდეოს არც უყურებს, არ გამიკვირდება, ნუ ახლა არც უნდა უყუროს, იმიტომ რომ ესე იგი მზად არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი, აი ნახეთ, რას დავაკვირდე, აი დავარკვევ თუ არა ჩემს ვიდეოს, რომ რა უნდა გააკეთო შენ, ხო, რა უნდა მოიმოქმედო, რა უნდა ისწავლო, არ არის, აი ნახვები არის მიზერული რა, რატო, იმიტომ რომ ადამიანებს თუ ყველაფერი უნდა რომ მოვიდეს ისე რა, აი ახლა მე ვთქვი და კი მოვა, აუცილებლად მოვა, მაგრამ შენ უნდა იცოდე რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ყველაფერი იოლად მოვიდეს შენ ცხოვრებაში და არა რთულად. თუ შენ თავში გიზის ის მომენტი, რომ აუცილებლად ახლა 15 სამსახური უნდა მქონდეს იმისათვის, რომ მე რამეს მივაღწიო, ნუ მქონდეს ეს 15 სამსახური და ზოგ შეიძლება მე მყავს ერთი მაგარი მოსწავლე გოგო, აი ძალიან მაგარი გოგო არის, აი მე არაფერს არ ვაკეთებ და ყველაფერი მოდის ჩემთან ისე. რატომ მდგომარეობაში, ისეთ მდგომარეობა, ისე შინაგანად, ისეთ მდგომარეობაში არის, რომ ნამდვილად სამყარო ეუბნება კი ჩემო სიხარულო ყველაფერი შენთვის, იმიტომ რომ იცის რომ მე ვემსახურებ ყველაფერს და ნუ ეს ვიმსახურებ ყველაფერს კარგს, გამიგეთ? აი ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად მოვა, აქ იმდენი მოვა რომ რა ვიცი რა გითხრათ რა, იმიტომ რომ ნამდვილად აი ეს შეიძლება შენი მდგომარე მე მჯერა, მე ვიცი, მე ვარ ურთიერთობაში, რომელიც მემახარებს, ხო? ეს შეიძლება იფიქრო შენ რომ რანაირად ვარ მე ურთიერთობაში, რომელიც მემახარებს. ეხლა როცა ეს საშენელება ხდება გაუშვოთ. ნახე, უკვე შენ თვითონ აკეთებ პროექცირებას, რომ მე მაქვს საშენელება ურთიერთობაში. პარტნიორი ცუდია, ეს ასე. და ის მოდის შენთან. მიხვდე, იმიტომ გეუბნებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ისწავლოს სწორედ როგორ უნდა თქვა, სწორედ როგორ უნდა დაწერო და სწორედ როგორ უნდა შეხვიდე ამ მდგომარეობაში და ის რას ნიშნავს, აი ეს სიტუაცია, როცა შენ უკვე გაქვს, ხო და არ იფიქრ თან, პლუს კიდე რომ არ იფიქრო, რომ მე ჩემს თავს ვატყუებ. არა. აი ხა გეუბნებით, ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ხო, ამას ყველანაირად აი გაუმართლებს 100%-იანი დარწმუნებული ვარ რა. რა შეიძლება თქვენ დაუშვოთ არ შეაჩეროს თქვა სიტუაცია რა. აი აქ ნახეთ, ისე ნახეთ თქვენი აქ ამ შემთხვევაში პენტაკლების იცით რა არის, შეგვიძლია მე არ მიყვარს როცა პასუხისმგებლობას შენ ვიღაცაზე გადადებ, ხო, დაუშვათ, აი ჩემი ქმარი, ჩემი თქვა, თუ იქნები შენ დაუშვათ ენერგიას შენ მთლიანად დაუშვათ გაუშვებ იმ შენ თქვა შეიძლება პარტნიორის ფიქრს, აი რა სიტყვის ჩემი პარტნიორი, აი რას იფიქრებს. ეს ერთი ვარიანტი, მაგრამ მთლიანად არ იქნება აქ უფრო ენერგიას მაჩვენებენ, რომ იმიტომ რომ პენტაკლების მეფეს აქ თემა როგორ იცი, უნდა ვიფიქრო, აი ვარ თუ არა ღირსი მინუსში არის ეგა, რომ აი რა გამომივა, არ გამომივა, აი ეგა თუ აი რა შეაჩერებს ის, რომ შენ თვითონ მართლა არ დაიჯერებ იმას, რომ კი მე
ფული მოდის ჩემთან, იმიტომ რომ პენტაკლების მეფე ეს არის ზუსტად მეცხრე ენერგია, არის პენტაკლების მეფეს ენერგია რა. ანუ როცა მე მჯერა, მე ვიცე, მე მაგ. აი ეს არის, ამიტომ აქ არის იგივე რომ რა შეიძლება კი, კი ბატონო, ენერგიას მეუბნებიან, რომ ენერგიას გაჩვენებთ რა. იმიტომ რომ ნამდვილად შენ თუ გაქვს ეჭვი, რომ შენ ხარ ყველაფრის კარგი ზღირსი, უეჭველი შენ, ნამდვილად აი აქ არაფერი არ მოხდება. არა, ეს მდგომარეობა როგორ უნდა შეხვიდე, აი გეუბნებით, რომ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მაგარ პრაქტიკებს და მედიტაციას და ძალიან არაფერი მარტო რთული არ არის და მავნე პირიქით სასარგებლო და აი ნამდვილად შენ ხსნი ამ ენერგიას, სიუხვეს ენერგიას და მე შემოდის შენთან ეს ენერგიები რა. და ვნახოთ ახლა მთავარი, ესე იგი ბედის საიდუმლო, რას გიმზადებს სინამდვილეში ცხოვრება. ნახეთ, აი რას იმას რაც შენ ნამდვილად დაიმსახურე, აი ნამდვილად რაც ახლა სინამდვილეში ბალანსი არის აქ რა, ყველაფერი ცუდის წასვლა. აქ ნამდვილად არის, როგორ იცი, თქვენ უკვე მიაღწიეთ იმ დონეს, რომ უკვე სამყაროც გეუბნება, რომ შენ მზად ხარ იმისათვის, რომ ყველაფერი ასაც შენ დაიმსახურე, უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში და რა დაიმსახურე, გიგვაჩვენეს ახლა ჩვენ აქ რა. რომ ნამდვილად ახლა ასეთი უძლიერესი არკანები მოდის აქ. ანუ ნახოთ კიდე რას გულისხმობთ თქვენ უფრო მეტად ამიხსენით უფრო მეტად. კი, всё, რაც გითხარით. აი ზუსტად მე რაც გითხარით, თქვენ ახალი გზა. აი ნახეთ. ზის თასების დედოფალი და აკეთებს პრაქტიკას იმისათვის, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალოს. ანუ რას მგეუბნებიან, შენ თუ ნამდვილად ამ გზას აირჩევ, შენ თუ დააბალანსებ ყველაფერს აბსოლუტურად ურთიერთობას, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად უნდა დააბალანსდეს. აქ ნამდვილად იმათვის, ვინც უკვე სულიერ გზით ცხოვრობს, ვინც უკვე ნამდვილად ეხლა ანუ რასაც შენ თხოვდი და არ სრულდებოდა, უკვე აგისრულდება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ შენ ეს დაიმსახურე. იმიტომ რომ აქ ადამიანი, ნახეთ, აქ უფრო ქალურად აკეთებდა, ქალური ენერგია. ეს არის აი მაგალითად აი ბიჭებსაც თავისუფლად შეუძლია, ახლა დაუშვათ ახლა ეს პრაქტიკები გააკეთონ და ნამდვილად ახლა დაეხმარებათ. ვიცი, მაგრამ ცოტა ბიჭებს ახლა ყველას ახლა არ უჭირთ ხოლმე აი ასეთ ენერგიებში შესვლა, მაგრამ ვინც შედის იმათთან მე მართლა ძალიან მაგარი თემები მიდის, მაგრამ გოგოებისთვის ხო, აქ ნახეთ, იმენა შენი ქალური ენერგიებიდან სულ ყველაფერი იქნება, იმიტომ რომ ნახეთ, ქალებს ყოველთვის მოდის ენერგია ფულის მის სურვილებზე. ანუ დააკვირდეთ, აი დაფიქრდეთ, დაუშვოთ ზიხარ და ფიქრობ, რომ აი ეხლა დღეს უნდა გავიკეთებ ჭყილები სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ მინდა ძალიან რომ აი ლამაზი ჭყილები მქონდეს, მაგრამ შეიძლება იმ წუთში ფული არ აქვს. უცბად მოხდება სიტუაცია, ან შეიძლება შენი თქვა თუ არა გაქვს, რაღაცა მომენტი, ან და ქალი და გერეკავს და გეტყვის, მე წამოდი, გაგიკმისა, მივდივარ და მეც ძალიან მაგარი ხელოსანი, მე მინდა გაჩუქო. ან შეიძლება უცბად თქვა, მოგივა თქვა, რამე თანხა, ან დააგებრუნებს ვიღაცა ვალს, ზუსტად იმდენს, რამდენიც შენ გჭირდება თქვა ის ჭყილები რომ გაიკეთო. ეს ახლა მე მაგალითი გითხარით, გამიგეთ? ეს არის ძალიან მართლა მნიშვნელოვანი, რომ აი შენ აქ შენი ქალური ენერგია ჩართოს, შენი სურვილები, იმიტომ რომ ქალს არ უნდა გქონდეს ეს მძიმე ენერგია რა, რომელიც ახლა მაგას ბოჭავს და არ აძლევს საშუალებას, რომ მისი სურვილი ასრულდეს. ჩვენ ქალურად უნდა, ქალურად მე ჩემს თავზე მე თუ მინდა რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ, მე როცა ვწერ და სურვილების დღეურში მე ვწერ, რომ მე ვარ ბედნიერი, მე ვარ კარგად, მე ვარ უბედნიერესი დედა, იმიტომ რომ მე ვხედავ ყოველ დღე ჩემი შვილების წარმატებას. მე ვარ კმაყოფილი, ანუ მე ისე ვუშვებ აქედან გულიდან, მე ვუშვებ ენერგიას, რომ ჩემი შვილები რომ არის მე ვარ კარგად. გამიგეთ და ამიტომაც არიან ჩემი შვილების უწარმოებელი. იმიტომაც მოდით ასე დავამატოთ, ახლა რა თქმა უნდა, ქმედებაც საჭირო, მაგრამ აი დედის ლოცვა ეს არის რა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიზახ, მაგრამ ჩემი შვილი ისეთი, ასეთი მინდა აი ეს აქედან გაუშვო გულიდან, სულიდან ეს ენერგია, რომ შენ ხარ კმაყოფილი იმით, რომ შენი შვილები თქვათ არიან ბედნიერი, ხო? გინდათ ურთიერთობას შენ თუ გინდა, შენ უნდა გიყვარდეს შენი თავი, ბანალურს გეუბნებით, მაგრამ როგორ უნდა გიყვარდეს ეს უკვე სხვა თემაა, ეს უკვე ჩვენ ვსწავლობთ მაგასაც, ხო? და ნამდვილად უკვე ამ შენი მდგომარეობიდან მოდის შენთან ჯანსაღი პარტნიორიც რა. ან შენი პარტნიორი იცვლება და
შეიძლება თქვა რომ აი მეგობრებო რამ შეცვალა ეს ადამიანი ხო რატომ მოვიდა ეგეთი შეცვლილი იმიტომ რომ შენ შეიცვალე და ნამდვილად ეს ადამიანიც მოდის შენთან შეცვლილი გინდაც ფულის ენერგია ხო შენ ყველაფერი რაც გინდა შენი სიამოვნებით შენი სიამოვნებისთვის გინდა ხო რომ ის სიამოვნო და არა რომ ზიხარ და დილიდან რო დგები იმის მაგივრად რომ შენი თქვა დღე და გეგმო იმით რომ აი რა ეს შეხვიდა ამ ენერგიებში ხო სიუხვეს ზიხარ და ტელეფონი ხელში ვაი მე ამდენი დღეს ვალემა გადასახელი დღეს ის უნდა ისე იმას უნდა მისცემ ну короче რა ეგეთი თემები ან вообще სკროლავ რაღაცა ნეგატიური ინფორმაციას ახლა ინტერნეტში და შენს თავზე вообще არ გახსოვს ხო ან შუა დღისით გაგახსენდება ან რაღაცა თქვა ხო ну მე იძახე რატო ყველაფერი ცუდა რატო ისე აი ეს ძალიან ну ისეთი მომენტი არის რომ აი რა ვიცი რა გითხრათ. всё ჩემო ლამაზებო, ну მე რაც უნდა და მინდოდა მე თქვა გიგითხარით, რა თქმა უნდა, მე როგორც ყოველთვის გისურვებ თქვენ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.